მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებას და სხვა ქვეყანაში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამოძიებას კონკრეტული საფუძველიც სჭირდება. ეს საფუძველი კი მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში აღწერილია. ეს არის სისტემური წამება ერთი მხრივ, რაც საქართველოში გვაქვს სახეზე და ეს არ არის პოლიტიკური განცხადება მხოლოდ, ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ფაქტი საქმეზე ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ დაწერა, რომ მესამე მუხლი ევროკონვენციის, ანუ წამების აკრძალვა დაირღვა როგორც შინაარსობრივ ნაწილში, ასევე პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები აწამეს და შემდეგ არ გამოიძიეს წამების დანაშაულები. მარტო, ნოემბერი, დეკემბრის დღეებში 2024 წელს 400-ზე მეტი ახალგაზრდა გახდა სისტემური წამების მსხვერპლი პოლიციის მინივენებში რუსთაველის გამზირზე და ესეც მოსკოვის მექანიზმის ანგარიში არის მშვენივრად ასახული. ამის მიღმა ჩვენ გვაქვს ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკა დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომელიც ხან გაშიშვლების პრაქტიკით გამოიხატება, ხან სხვა ფაქტობრივი გარემოებებით, მაგრამ ესეც არის სისტემური წამების ნაწილი. და ჩვენ გვაქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცებული მოცემულობა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქიმიური იარაღი გამოიყენა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, გვაძლევს სისტემური წამების შემადგენლობას, რაც არის საფრანგეთის კანონმდებლობით სწორედ 113 და 699 მუხლებით ექსტრატერიტორიული იურისდიქციის, ანუ ეროვნულ დონეზე გამოძიების საფუძველი და ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ სავსებით რეალურია, რომ საფრანგეთში ამ ტიპის გამოძიება დაიწყოს. საფრანგეთში რომ ასეთი გამოძიება დაიწყოს, ამაზე ოცნების ოპონენტები აქტიურად მუშაობენ. უნივერსალური იურისდიქციის ამოქმედების შემთხვევაში კი ფრანგული გამოძიების ობიექტი მხოლოდ ჩრდილში მყოფი ოლიგარქი არ იქნება. მასთან ერთად პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს ყველა იმ ჩინოვნიკს, ვინც უკანონო ბრძანებას გასცემდა და აღასრულებდა, ვინც ადამიანებს აწამებდა, ან ვინც ამაზე თვალს ხუჭავდა. ანუ მარტივად, ოლიგარქის პრემიერ კობახიძიდან დაწყებული ხარებათი და მისი ყოფილი მოადგილეებით დასრულებული.